მოგესალმებით კიდევ ერთხელ ეთერშია გადაცემა მოკლედ ჩართვა როგორც იცით ეს არის გადაცემა სადაც თქვენ გაქვთ საშუალება გამოთქვათ თქვენი მოსაზრებები და გაუზიაროთ ისინი სხვებს თქვენ გვირეკავთ ჩვენ ტელეფონის ნომრებზე 237 139 239 139 ან გვიკავშირდებით Skype-ით მოკლედ ჩართვა ეს არის ჩვენი Skype-ის მისამართი თუ რა თქმა უნდა გინდათ გამოჩენა ჩვენს ეკრანებს მოკლედ ჩვენ დღეს ვისაუბრებთ სააკაშვილის გადაწყვეტილებაზე მიიღო უკრაინის მოქალაქეობა გვაინტერესებს როგორ ახასეთ მის გადაწყვეტილებას თქვენი აზრით ის სწორად მოიქცა რომ მიიღო უკრაინის მოქალაქეობა თუ არასწორად მოიცა. დაგვირეკეთ, გამოთქვით თქვენი მოსაზრებები, მანამდე კი მოდით ვნახოთ ქუჩის გამოკითხვა. არ ვიცი, ალბათ არასწორი, იმიტომ რომ ის ხო საქართველოს მოქალაქეა. ჩემი აზრით ალბათ კი. სუბიექტური აზრია ჩემი. ჩვენ არ გვინდა და იქ მაინც მიიღოს. პრეზიდენტია ყოფილი ასეთი რამე არ ყოფილა საერთოდ ისტორიაში, რომ საკუთარ მოქალაქეობაზე უარი ეთქვას ადამიანს. დასაჭერია მოქალაქეობა რატო უნდა მისცეს? საქართველოს მოქალაქეობას ეს უარი არ უნდა ეთქვა და არ უნდა იყოს სულ ერთი მაგისტრის. სააკაშვილს რო ვერიტანთ ეს გასაგებია, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ უკრაინასაც ჩავერიო და უკრაინას ასე თქვა ჩვენი მეგობრული სახელმწიფოს პრობლემად განვაცხადა. სააკაშვილი აქ რო იყო, მაშინ უფრო კარგად ვიყავით, ვიდრე დღეს ვართ. არ მეგონა თუ დათმობდა მიშა საქართველოს მოქალაქეობას. დიდი მხარდამჭერი მისი არ ვარ და არც არასდროს ფანი, მაგრამ ესე ადვილად რო დატოვა მოქალაქეობა, მაინც დასანანია. უფლება აქვს თვითონ გადაწყვიტოს თავის ბედი. ისე საქართველოს ეშველება, რომ ის მოცილდება ქვეყანას. აი მაგაზე წამი არ მიფიქრია რა. არასწორი მე მგონი. და ვიცი, ასე ადვილი არაა მოქალაქეობის დათმობა. ნუ რა თქმა უნდა, ღალატია საკუთარი ქვეყნის, მეტი არაფერი. Ну, ასეთია ქუჩაში ჩვენი მიერ გამოკითხული ადამიანების მოსაზრებები. თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე? თქვენი აზრით სააკაშვილი სწორად მოიქცა, რომ დათმო უბრალოდ მიიღო უკრაინის მოქალაქეობა და ეხლა გასაშიშროების წინაშე რომ დაკარგოს საქართველოს მოქალაქეობა, როგორც გითხარით, ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ თუ ადამიანი მიიღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, ჩვენი მოქალაქეობა და ჩამოერთვას, თუმცა მას პროცედურები ჭირდება. ჯერჯერობით ის არის საქართველოს მოქალაქეც, მაგრამ მაინტერესებს თქვენ როგორ ახასებთ მის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მიღებას. გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა ბატონო ერა. დიახ, გისმენთ. რაც შეეხება მოქალაქეობას, სოფლიოში ყველაზე პრესტიჟული მოქალაქეობა არის ეს ისრაელის მოქალაქეობა, იმიტომ რომ სოფლიო მოქალაქე ხარ. მაგრამ ჩვენი მოქალაქეობა არის ესეთი ერთსეგმენტიანი პრაქტიკულად, რომელიც პრაქტიკულად როგორც ჩანს ნაციონალებისთვის ბევრს არაფერს წარმოადგენს, იმიტომ რომ ეს აღარ არის ისეთი საამაყო ქვეყანა, როგორც ნაციონალების დროს იყო მთელი მსოფლიოს როგორც ითვლიან ქვეყანათა რეიტინგებში, არა, იმიტომ რომ დღევანდელმა მთავრობამ ჩააცოცა ევრაზიისკენ და თავისთავად სად ეხლა, როდესაც სააკაშვილი მოკლედ სწორად მოიქცა თუ არასწორად, მოკლედ მითხარი. სწორად მოიქცა რა ამბავში, ხა თავისი როგორც ითვლიან კარიერიდან გამომდინარე სწორად მოიქცა, იმიტომ რომ 2 წელი შანსი აქვს. თუ დღევანდელმა ხელისუფლებამ არ გაუქმა, თუ გაუქმეს, მაგასაც ფეხებზე დაიკიდებს, იმიტომ რომ მაინც დაიბრუნებს როგორც იძახის. გასაგებია, დიდი მადლობა. კიდევ ერთ მაყურებელს მივესალმოთ, თუ არის მაყურებელი ხაზზე, გამარჯობა. გამარჯობა. ალო? დიახ, გისმენთ. მერაბი, გამარჯობა გენიცოლე. გეოცავ დღევანდელ დღეს ნინაობას. მადლობა თქვენს. როგორ მოიქცა ხო მიშა? მიშა სწორად მოიქცა სხვათა შორის. რა მოხდა ბიძინას ხო აქ მოქალაქეობა საფრანგეთის? ანუ სწორად მოიქცა. მე ვფიქრობ სწორად მოიქცა, ახლა აქ ერთი რია არიათ ეხილი და მე ვფიქრობ სწორია. გასაგებია თქვენი მოსაზრებას, თქვენ რას ფიქრობთ, სწორად მოიქცა თუ არასწორად, როცა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო მიხეილ სააკაშვილმა? გამარჯობა გისმენთ. მერაბ. დიახ. მერაბ, ეხლა თქვენ ბრძანეთ, რომ ჯერჯერობითო ინარჩუნებს მოქალაქეობასო. არასწორია ჩემო ძმაო. სწორია, სწორი. არა, იმიტომ რომ უკვე დაიწყო პროცედურა მოქალაქეობის ჩამორთმევის და როცა პროცედურა დაწყებულია, ეს არ დაწყებულა, არა ჭერდა, რა ვიცი რა გითხრათ. მე მეორე მიშა იქნება თუ არ იქნება, მიშა წასულია, მიშა დამთავრებულია. მიშა ვეღარასდროს ვერ მოbrunდება და სწორად მოიქცა თუ არა, როცა უკრაინის მოქალაქეობა. შენთან 23 მარტს იყო გიორგი კანდელაკი და თქვა ასეთი რამე ერთი ფრაზა, ჩვენ მაინც დავბრუნდებითო, მაინც ვერ დაბრუნდებიან. სწორად მოიქცა, რა უნდა რა აკრაკრა და იქ რას იზამს, რას იკეთეს. წავიდეს მოშორდეს და ვაკეთებ. კარგით ბატონო, გასაგებია, თქვენ რას ფიქრობთ, რამდენად სწორად მოიქცა მიხეილ სააკაშვილი, როდესაც უკრაინის მოქალაქეობა მიიღო? გამარჯობა გისმენთ. მე ვთვლი, არასწორად მოიქცა. რატომ? იმიტომ რომ ნაპრეზიდენტალი კაცი ასე ვთქვა, სირცხვილია რა.
სამშობლო გაყიდა პრაქტიკულად რაში? ოდესის გუბერნატორობაზე. სამარცხვინო ადამიანია ყოველნაირად და გუშინ რაღაც ფრაგმენტები იყო და კვაჭი-კვაჭანტი რადიო ამას ვინმეზე სალაპარაკო რა აქვს? ყვარყვარი თუთაბერია კუბში. სამარცხვინო ადამიანია. ძალიან კარგი. წაეცრიო საქმე, სადაც უნდა ვისი მოქალაქეობა, თქო ნაკაღარასოდეს ადაბრუნდა. გასაგებია თქვენ მოსაზრებაც. თქვენ რას ფიქრობთ, რამდენად სწორად მოიქცა მიხეილ სააკაშვილი, როდესაც გადაწყვიტა, რომ მიეღო უკრაინის მოქალაქეობა და ამით საფრთხის წინაშე დააყენდა საქართველოს მოქალაქეობა მისი? გამარჯობა, გისმენთ. ალო? დიახ. მე ვარ, დიახ. ხო, ეხა ერთი წუთი მართალზე თქონთ რა. კი ბატონო, გასცემ. ეხა რაც ეხება ის, რომ ოდესის ოლქის გუბერნატორი გახდა, მე მაგალითად ძალიან ვშიშობ, რომ იქ რამე გამოუვა. იმიტომ რომ ძალიან რთული რეგიონია. ნუ ეს კიდე არის მიშა წითელი ის იმისთვის, რუსეთისთვის, რომ რაღაცას იზავს, მაგრამ ნახოთ. მაგრამ ამ ხალხს რა უხარია, რომ მოღალატეა ჩაბა, რა ეკნავ, აქ ჩამოვიდეს და მაინდა-მაინც ის გიხარიათ ხალხო, რომ ჩაჯდეს ისე. და ვაფშე იმაზე ვიფიქროთ ქართველებმა, რომ მთელი ჩვენი პრეზიდენტები სულ ზიად გამსახურდია იყო და გარეყილი იყო. მიშა სააკაშვილი ბოლო-ბოლო იმისთანა რაქნა ამისთანა, რაც ეხლა ხდება და ხმას არის. გუშინდელი წულუკიანის გამოსვლა იმედის ეთერში, ეს იყო უსამარცხვინოესი. საბავშვო ბაღში გაბოროტებული ბავშვის ლაპარაკი. რაზე? კარგით, ანუ სწორად მოიქცა სააკაშვილი თუ არა, ხალხო? სწორად მოიქცა, რომ იქ დარჩა, მაგრამ მე რამდენად ოდესაში რამეს იზავს, იმიტომ რომ ეს არის ანუ მოქალაქეობა რომ მიიღო და საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება დაკარგოს, სწორად მოიქცა თუ არა? აიღებს იმ საქართველოს მოქალაქეობასაც რა, რამე რო იყოს რა, ძალიან სწორია რომ აქ არ ჩამოდის. კარგით, ბატონო. რატო უნდა ამ ხალხს მაინდა-მაინც გარე იმაზე ქრისტესავით იმ არ მესმის რა გაბოროტება. გასაგებია, დიდი მადლობა, კიდევ ერთ მაყურებელს მოусმინოთ, გამარჯობა. მოგესალმებით ბატონო მერაბ. დიახ, გისმენთ. ეხლა თვითონ განმარტა მაგი როგორ მოიქცა. ჯერ ერთი როცა ჩემი აზრით სამარცხვინოდ მოიქცა, მაგრამ თვითონ თქვა რომ საქართველოს მოქალაქეობა ეს არისო მატროსოვის ციხეში იჯდა, ასე სიტყვასიტყვით იყო მაგის განათქვამი. ხო, იმიტომ რომ ასე მიპირებენო. ასე მიპირებენო და ღირსი არის, კაცო, გაანადგურა ქვეყანა, გაძარცვა ქვეყანა, მაგრამ არა მარტო მიხეილმა და სააკაშვილმა. არამედ ხელმძღვანელი ხელისუფლებაც იმას აკეთებს. ეს უნდა ვთქვათ ჩვენი სულეთია, მიშა იქნება თუ გრიშა იქნება. სულეთია. კარგით, თემა არის ასეთი, სწორად მოიქცა თუ არასწორად? სამარცხვინოდ მოიქცა. გასაგებია, მადლობა. კიდევ ერთ მაყურებელს მოусმინოთ, გამარჯობა. ადევ გამარჯობათ. დიახ, გისმენთ. ნუ მეც ვფიქრობ, რომ სწორად მოიქცა, იმიტომ რომ აქ არანაირი შანსი არ აქვს. ეხლა ჩვენი ხალხი გარბის, ვთქვათ, ევროპაში, საბერძნეთში, იტალიაში რაღაცაში იქ თუ მოქალაქეობა აიღებენ, რომ კარგი არის, არა მაგისთვის და ეხლა ამან არის საუბარი საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, რომელმაც შეიძლება დაკარგოს საქართველოს მოქალაქეობა. გეტყვით, დაიკარგოს და არაფერი, მაგისთვის პრობლემა არ არის. არა, თქვენ როგორ მოიქცეოდით მის ადგილზე? მე მის ადგილზე იცით როგორ მოიქცეოდი, აი ქალბატონს მინდა ვეფასო, ჩამოვიდოდი აქ და იმაში ციხეში თუ ჩავსვავდნენ, მოვითხოვდი რომ ერთ ადგილას ცოცხი შემეურჩენ. ეგრე მოვიდა. კარგით ბატონო, გასაგებია, თქვენი მოსაზრებაც კიდევ ერთ მაყურებელს მოусმინოთ, გამარჯობა. დიახ, გისმენთ. გამარჯობათ ბატონო მერა. გისმენთ ბატონო. ეხლა თქვენ ვეღარ უნდა მიხვდენ და ერთიანი რო რეკავენ ჩვიანები. ვინ ეკითხება სააკაშვილს ამ პოროშენკოს? ამერიკას როგორც ხოშია, იდე სააკაშვილი ვინ ეკდო რომ გუბერნატორად დანიშნეს უკრაინაში, ოდესაში. ამერიკის კარნახია. კარგით, მოქალაქეობა რომ მიიღო, რამდენად სწორად მოიქცა, გეკითხებით, სწორად მოიქცა თუ არასწორად? სწორად მოიქცა, მაგრამ კარნახით იმას ეგრე გონია რომ სწორად მოიქცა. დაგავი აქაც დაგავია და იქაც. გასაგებია, მადლობთ. მოკლედ, ჩვენ შეკითხვა არის ასეთი, თქვენი აზრით რამდენად სწორად მოიქცა სააკაშვილი, როდესაც გადაწყვიტა რომ მიეღო უკრაინის მოქალაქეობა, რითაც დადგა საფრთხის წინაშე რომ დაკარგოს საქართველოს მოქალაქეობა. გამარჯობა, გისმენთ. მოგესალმებით დიდი პატივისცემით. დიახ, გისმენთ. წინა გამოსვლას ვერ სახბების სრულიად. ვინ კითხავს მაგას? არ მოიქცა, არ მიიღებდა და არ დაკარგავდა მოქალაქეობას და მოქალაქეობას არ მიიღებდა, კაიჩის და თააჭერირებს და ობამა რა. აი ეს არის ჩემი აზრი ბატონო. არა აბსოლუტურად სხვა გზა არ ქონდა.
უცხრეს იქ უნდა წახვიდე და მორჩა. მაგას ვინ კითხავს ახლა ვისი მოქალაქეობა უნდა მიიღოს და ვისი არა. ეხლა რომ ძებნილი იყო ამერიკელები ხო ინახავდნენ მაგას. ამერიკელებმა არ შეინახეს აქამდე. აბა არ დომობოდათ ეგრევე გადმოცემდნენ და დაიჭერდნენ. მაგრამ ამერიკელებმა შეინახეს ბოლომდე ჭირდებათ ეგ კაცო, გაიგეთ რა. ამერიკელებს თავისი პოლიტიკის შესაძლებლობა ჭირდებათ. გასაგებია. ნახვალ მორჩა. კარგად მოიქცა. გასაგებია თქვენი მოსაზრება, დიდი მადლობა. კიდევ ერთ მაყურებელს უსმენთ, გამარჯობა. მე გამარჯობა. ახლა მე ვიცი მესამე ადამიანი, რომელიც ვიტყვი იგივეს აი რაც ჩემ ჩართვამდე ორმა რადიო მსმენელმა გითხრა თქვენ. ეგ არის უცხოელების ამერიკელების ძირითადში პროექტი, ამხელა ფულია მაგაზე დახარჯული აქვს მიშაზე და როგორც თქვენ მეც ასე ვიმეორებ ზუსტად რომ სადაც ეთქვენ იქ წავა და თავისნება არ არის. ხო მოქალაქეობა დაკარგავს, არ დაკარგავს მიშასთვის არაფერი არ არის, იმიტომ რომ ეგ აქ ჩვენთან ვერ ჩამოვა, ვერაზროს ვერ დაბრუნება, ისე როგორც ასლან აბაშიძე და სხვები. კი ბატონო. გასაგებია თქვენი მოსაზრება, გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა მერო. დიახ, გისმენთ. როგორ ხარ? რავი, კარგად. აი ერთადერთი რაც კარგი გააკეთა სააკაშვილი რა და ეხლა ველოდები ახალაიას და უგულავას ოჯახები როგორ სვამენ ვალიდოლს და შვანია ზურაბს საქმე უფრო მალე გაიხსნება რა, იმიტომ ეს მოღალატე დატოვა ახალაია უგულავა ციხეში და ეხლა ისინი ალაპარაკებენ და ვალიდოლს სვამენ ეხლა ახალაიას ცოლი სვამს ვალიდოლი რა. კარგით ბატონო, გასაგებია თქვენი მოსაზრებაც, კიდევ ერთ მაყურებელს მოусმინოთ, გამარჯობა. გამარჯობა ბატონო მერა. დიახ, თქვენი აზრით რამდენად სწორად მოიქცა სააკაშვილი? ეხლა ძალიან ძნელია ასე უცებ რო თქვა, რომ სწორია, არასწორია. არის ისეთი მდგომარეობა, რომ უნდა მოქცეულიყო ისა მარტო ეგ ვერ გადაწყვეტა. ეგ ისეთი საქმეა, რომ შეიძლება ტყიაზე წავიდა, დაავალეს. აი ესია და ამ ცხოვრებას რაც ეხლა გვაქვს, ისე მიშაჯობდა მილიონჯერ გინდა ის ყოფილიყო. რა ბიხნეს წამალი ვერ მიყიდი ამ თავრობას რა უთქარ. რატომ გაგიჭირდათ ასე? გაწავიდეს მაყურებელი. კარგით, კიდევ ერთ მაყურებელს მოусმინოთ, გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობათ. დიახ. მე რა მაინტერესებს, ვიცით? აი ახლა რომ საუბრობთ, რომ სააკაშვილმა დატოვა მოქალაქეობა, ამით მოღალატეობა ჩაიდგინა. ივანიშვილმა რომ დატოვა მოქალაქეობა და საფრანგეთის მოქალაქე გახდა. იმისათვის რომ ნიცაში ეს დაესვენა. მაშინ ეს მოღალატეობა არის. ივანიშვილმა როცა ეს გააკეთა. თავარი ახლა ეს კი არა. უკაცრავად, ხომ შემეკითხეთ, გიპასუხებ თუ შეიძლება. იმიტომ რომ არ მიყვარს რაღაც თქვა უსამართლოდ რაღაც ბრალდებები და ამიტომ რადგან მკითხეთ გიპასუხებთ. ივანიშვილმა როცა ეს გააკეთა, ის არც საქართველოს პრეზიდენტი იყო ყოფილი და საერთოდ პოლიტიკაში არ იყო. და შემდეგ სააკაშვილმა ჩამოართვა მას მოქალაქეობა ამის გამო, როცა ის პოლიტიკაში მოვიდა. მანამდე არ გახსენებია რომ მას საფრანგეთის მოქალაქეობა ჰქონდა და როგორც კი პოლიტიკაში მოვიდა, გაახსენდა და ჩამოართვა. აი ესე იყო ამბავი. მოდით სიზუსტე დავიწყოთ. მოქალაქეობა კი არ არის აქ თავარი. თავარი არის ანუ აქ საუბარი არის იმაზე, რომ ყოფილი პრეზიდენტი აყენებს საფრთხის ქვეშ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობას, ამ საფრთხის ქვეშ იმას, რომ დაკარგოს მოქალაქეობა. ამაზე არის საუბარი. სააკაშვილმა გადადგა ნაბიჯი, რომ ჩაერთოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას მოწინავე ხო და ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ სწორად მოიქცა? მე ვფიქრობ, რომ სწორად მოიქცა. ამ შემთხვევაში სწორად მოიქცა. კი ბატონო, გასაგებია თქვენი მოსაზრება. კიდევ ერთ მაყურებელს მოусმინოთ, გამარჯობა. გამარჯობა მერო. დიახ, გისმენთ. ზოგიერთის გასაგონად ვიტყვი, აი თქვენს პატრონს მართლა რომ ბიზინა ივანიშვილს სააკაშვილს ადარებენ და ეხლა მოქალაქეობას რაც შეეხება რა. მოქალაქეობა ეს ხო ისეთი ამბავია რომ მარტო ქაღალდზე და იმაზე კი არა. როდისმე ყოფილა სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე, როდისმე ქართული ინტერესები გაუტარებია, ასე მეტ დაკარგულ სოფელზე რო იძახდა რომ ქვაღორღით სავსე ტერიტორია დაუკარგეო, ის შეიძლება საქართველოს მოქალაქეც იწოდებოდეს? კი ბატონო, ანუ თქვენ როგორ ფიქრობთ, მას სწორად დონის ავანტურისტი, რომელიც 4 კედელში უნდა იყოს. კარგი, მაგრამ ეხა სწორად მოიქცა, როცა მიიღოს უკრაინის უხილსი ადამიანი სწორად ვერასდროს ვერ მოიქცევა, მაგის ადგილი არ არის საქართველოში და არც უკრაინაში. გასაგებია თქვენი მოსაზრება, კიდევ ერთ მაყურებელს მოусმინოთ, გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ. გისმენთ, თუ არის მაყურებელი? გამარჯობა. 237 139 238 139 ეს არის ჩვენი ტელეფონის ნომრები. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა. ალო. დიახ, გისმენთ. კი, მაგრამ რა მოღალატეობაზე არის ლაპარაკი, ისევ და ისევ პასუხობ იმ ხალხს.
მოიცადეთ ივანიშვილი რაც გიკეთებს ამისა. დღეს როა ჩავარდილი საქართველოს მდგომარეობაში, ამ მდგომარეობაში ყოფილ ვართ როდის მე და თქვენ რო კითხულობთ რომ რა გაუჭირდა იმ კაცო, გაგვიჭირდა ბატონო, ძალიან გაგვიჭირდა. დიდათაც ვერ სუნთქავთ თავისუფლად ეს სუნთქვა გავაგიჟა ამ საქართველოში. სუნთქვა, ჩავისუნთქეთ, მაგრამ ამოსუნთქვა გვიჭირს ბატონო. ხო და ნეტაი ამ დღევანდელ ხელისუფლებას მიხედეთ ხალხო რა რო რეკავთ და ცოტა კარგად დაუკვირდით როგორ გაბურანებენ თქვენ ყველა. ეგ პირიქით არის ეგ გამოდათქვამით ალბათო რომ ამოვისუნთქეთ და ჩასუნთქვა გვიჭირსო. კარგი, დიდი მადლობა, კიდევ ერთ მაყურებელს მოусმინოთ, გამარჯობა. ალო. დიახ. გამარჯობა. რა თქმა უნდა, სწორად მოიქცა ეს ერთი, მაგრამ მეორე გუბერნატორად დანიშნაზე რომ განაცხადა თანხმობა, ეს უნდა დასვათ ალბათ კითხვა სწორად მოიქცა თუ არა, იმიტომ რომ მოქალაქეობა თუ არ მიიღებდა, ისე ვერ დაინიშნებოდა. ანუ აქ არჩევანი არ ჰქონდა. ხო და ეს არჩევანი წინაშე იდგა, ან გუბერნატორობა, ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა და მან აირჩია გუბერნატორობა. იქნებოდა უფრო სწორი, ალბათ გუბერნატორად დანიშნაზე თანხმობა. ხო და მე გეკითხებით რომ როდესაც ამ არჩევანის წინაშე იდგა, როცა არჩევანი გააკეთა გუბერნატორების სასარგებლოდ, ეს რამდენად სწორად მოიქცა, როცა მიიღო უკრაინის მოქალაქეობა. რა არის აქ გაუგებარი ვერ მივხვდი. კი ბატონო, გიპასუხეთ. სწორად მოიქცა და კიდევ ერთი მინდა თქვა, რომ როდესაც საუბრობენ ახლა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ყოფილი პრეზიდენტი მაშინ არ არის, როდესაც ამხელა ბრალდებებს ისმენ აუცილებლად ციხეში უნდა თოიხილონ სააკაშვილი, მაშინ არ არის ყოფილი პრეზიდენტი? რა თქმა უნდა არის. კარგი, დიდი მადლობა, გასაგებია თქვენი მოსაზრება, კიდევ ერთ მაყურებელს მოусმინოთ, გამარჯობა. საღამო მშვიდობისა. დიახ, გისმენთ. მიშათ და ბიძინათ არიან მასონები და ეგენი არიან მსოფლიო მოქალაქეები. გავიგეთ, დიდი მადლობა. კიდევ ერთ მაყურებელს მოусმინოთ, გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა. მასონები არ გვინდა, გამარჯობა. აბა როგორ მოიქცა სწორედ? მოიქცა სწორედ? აი, გეკითხებით. გეკითხებით. არ მოიქცა სწორედ, არ მოიქცა სწორედ. ანუ არ მოიქცა თქვენი აზრი სწორედ. დიდი მადლობა. მოკლედ შეგახსენებთ ჩვენი ტელეფონის ნომრებია 237 139 139 139. ჩვენი კითხვა არის ასე, თქვენი აზრი სწორად მოიქცა მიხეილ სააკაშვილი, როცა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და საფრთხის წინაშე დადგა იმ საფრთხის წინაშე რომ დაკარგოს საქართველოს მოქალაქეობა თუ არასწორად მოიქცა. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა. სამშვიდობისა ბატონო მე. გისმენთ. გისმენთ. ბატონო მე, ამდენი სანამ იქნება ამდენი დაბოღმილი ხალხი საქართველოში, ჩვენს ქვეყანას არაფერი არ ეშველება. თქვენ კითხვაზე პასუხი როგორია? სწორად მოიქცა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ასე იყო საჭირო. აჰა, კარგი ბატონო, გასაგებია. ამდენი დაბოღმილი ხალხი რეკავს თქვენ ტელევიზიაში. გასაგებია, თუ პირიქითაც ხორეკავენ, აი მაგალითად თქვენ. მადლობა დიდი, კიდევ ერთ მაყურებელს მოусმინოთ, გამარჯობა. გამარჯობა ბატონო, მე მოგესალმებით, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ნინოობას, რაც შეეხება შეკითხვას. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა გაჭირვებულ დღეში ვარ, თუმცა სწორი მიმართულებით ვერ მოძრაობთ. აი ამ ეხლა ბაჟოვიტარების თუ რაღაც არჩევნები ჩატარდა თუ არცების სამეგრელოში და იქაურმა შედეგებმაც აჩვენა, ასე რომ არჩევნები განახერხეთ ყველაფერს თავის ადგილზე დაალაგებს. ერთი შეკითხვა მაქვს ბატონო მერა, შეკითხვით გიპასუხებთ ესე ვთქვათ, თუ იცით დასავლეთში საიდაც ეგრეთ წოდებული ნაციონალური მოძრაობა მიისწრაფოდა, თუ არსებობს ესეთი თან ქვია ღირსეული ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც ესეთი საქციელი ჩაიდინა, ესეთი კი ბატონო, მე არ მახსენდება. არ ვიცი, არ გამიგია. კარგი. პასუხს თქვენი პასუხით გაგეცით მოკლედ რო თქვა. კარგი, დიდი მადლობა, კიდევ ერთ მაყურებელს მოусმინოთ, გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა, მერა. დიახ, გისმენთ. მე თქვენ დაგერეკეთ და გესაუბრეთ და ეხლა ვიღაცა ადამიანმა ჩემი მშობლები ახსენა. მშობლები რატო ახსენა? დიდი ხანია წასული არიან, მე 66 წლის კაცი ვარ. მშობლები როდის ახსენა? მაგრამ ის გასაგონად კი მინდა რომ გითხრათ, რომ მარტო დედას და მამას კი არა, შვილს და ცელ დანარჩენ ნათესავებს ვახსენებ, მაგრამ მეც არ ვიკადრებ. კაცო, უკაცრავად ვერ გავიგეთ, თქვენ სხვა გადაცემას ხარ უსმენთ, ვინ ახსენა მშობლები, ან რა ლაპარაკია საერთოდ ვერ მივხვდი პირდაპირ ეთერში. ვაიშენ პატრონს ვარ, თუ კი რადგან სააკაშვილს ვისაუბრე და რაღაცა ამის მაგვარი. არა, ვაიშენ პატრონს. კარგი, მე მეგონა უფრო ძიმე რაღაცები მოხდა და ვერ გავიგო. კარგით ბატონო, კარგით, არ გვინდა ხა ეგეთი რაღაცები, კიდევ ერთ მაყურებელს მოусმინოთ, გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ.
გამარჯობა. იცით რა, მე აი უყურებ ახლა ხალხს უსმენ მართლა და მეშინია უკვე. ასე რამ გააბოროტათ და ეს ყველაფერი არის ეხანდელი მთავრობის დამსახურება. იმდენი სიბოროტეთ ეს მოსვლის დღიდან, რომ მახსენდება 90-იანი წლები და რისიც ვართ. აი ეს მთავრობა ყოშენ და რაც შეეხება სააკაშვილს სწორად მოიქცა. მე ვთვლი რომ მსგავსი პატრიოტი და მსგავსი ქარიზმატული და ნუ ის შეცდომები რაც იყო ჯერ იმას უნდა დამტკიცება იყო თუ არა თუ იყო შეთითხნილი ამბები მე ვუჩვენებ მოქალაქე ისე გეუბნებით ამას მაგრამ რაც შეეხება სააკაშვილისნაირი პატრიოტი და ქვეყნისთვის მებრძოლი პრეზიდენტი კაიხას არ ეყოლება საქართველოს მე ვწოდება ხალხი გაბოროტებული როა გასაგებია დიდი მადლობა თუმცა შეკითხვა არ არის არც სააკაშვილის მოღვაწეობაზე არის კონკრეტულ თემაზე სწორად მოიქცა თუ არასწორად მოიქცა გამარჯობა გისმენთ გამარჯობათ მერა. დიახ, გისმენთ. ეხლა ეს ხალი ნორმალური იყო? კარგით, ერთმანეთს მოგავლანძღავთ, ხალბატონო, ყველას თავისი აზრია. სააკაშვილი. არა, ეს პირდაპირ შეურაცხყოფა მოგვაყენა მთელ საქართველოს. რატომ? მოსწონს მას სააკაშვილი. პატრიოტი სააკაშვილი, რომელიც კარგავს ნახევარ საქართველოს და იძახის, რომ ქვები დავკარგეო. ეს არის პატრიოტიზმი? კარგი, თემაზე რა სიტყვით? როგორ შეიძლება სააკაშვილი სწორად მოიქცეს? ეგ ბანძიე. კარგით. სიტყვები არ გვიდა. დიდი მადლობა. კიდევ ერთ მაყურებელს მოусმინოთ, გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ. მოგესალმებით, ბატონო. დიახ. აი მე მახსენდება შროდერი ხო იყო კანცლერი და მე გასპრომში არ წავიდა კაცო. ხო, კი ბატონო. მე მგონი სწორედ. არა, მოქალაქეობა არ ამგონია რუსეთის მიეღო. არა, მაგრამ უფრო დაბალ თანამდებობაზე წავიდა. არა, გასაგებია ჩვენ აქ მოქალაქეობაზე ვსაუბრობ და არა თანამდებობაზე. ალბათ საჭირო იყო. ანუ სწორად მოიქცა მოქალაქეობა როცა მიიღო. სორი. კი ბატონო, კარგი, თქვენი მოსაზრებაც გასაგებია. კიდევ ერთ მაყურებელს მოусმინოთ, გამარჯობა. მოჩვენებთ. დიახ, გისმენთ. ჩვენ ახლა პრინციპში ყოლავ დავუს რა, ჩვენ ბატონ პარაშეკო დიდი მადლობა და მოუხადოთ, რომ ეს გიჟი და ნაზირა მოგვაშორა. დიდი მადლობა. ანუ სწორად მოიქცა თვითონ თუ არასწორად? ამწუხაროდ აღარ გიპასუხა კითხვაზე, გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა. გისმენთ. ალო. დიახ, გისმენთ. ბატონო მერაბ, გამარჯობა. ძალიან დიდ ბოდიშს მოგიხდით თქვენს და პირადად თელ საქართველოს. ჯანდაბამდე გზა გქონია სააკაშვილს. კარგით, ეგრე არ გვინდა. ცოტა კორექტულად უკაცრავად, ცოტა კორექტულად გამოვთქვათ. კიდევ ერთ მაყურებელს მოусმინოთ, გამარჯობა. გამარჯობათ. დიახ, გისმენთ. რა თქმა უნდა, არასწორად მოიქცა, მაგრამ ეს უკვე ღირსების საკითხია და ძალიან ეჭვმეპარება, როდესაც სააკაშვილს ღირსება ჰქონდა. თუნდაც მაშინ, როდესაც მთელი საქართველოს პრაქტიკულად სტრატეგიული ობიექტები რუსების ხელში ჩააგდა. კი ბატონო. როგორც გახსოვთ, თუ გახსოვთ, ამის გაზის მილის გახსიდვაც უნდოდა მე მგონი თავის დროს. მადლობა. გასაგებია. მოკლედ, დაგვირეკეთ 237 139 239 139. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა, გისმენთ. ალო, გამარჯობა, ბატონო. აქ შეხებული ვარ, მოკლედ, ამ ხალხის ბოროტებით რამ გააბოროტა ეს ხალხი? ეს კაცები რამ გააბოროტა? არაფრის მახინცები არიან, დღევანდელი მამაკაცები. ხალებს 100-ჯერ მეტი ტვინი აქვს და ჭკუა. მართლა ივანიშვილს არ შევადარებ ნამდვილად სააკაშვილს. იმიტომ რომ სააკაშვილი 100-ჯერ უკეთესი იყო, 100-ჯერ ჭკვიანი იყო, 100-ჯერ განათლებული. დღეს არის უწიგნურობის ეპოქა. კარგით, ამ კონკრეტულ თემაზე რას ფიქრობთ? ბატონო? ამ კონკრეტულ თემაზე რას ფიქრობთ? ძალიან კარგად გააკეთა. იმიტომ რომ ისი უკან დაბრუნდება ისევე და ეხლა თქვენ იდიოტები და კრეტინები არიან და რაც უნდათ ის თქვენ ამის მერე დამრეკება. კარგით, ერთმანეთს მოგავლანძღავთ, ძალიან გთხოვთ პოლიტიკოსების. არ ულანძღავთ. პოლიტიკოსების გამო ერთმანეთს მუდალანძღავთ. სახელით ყველა ნულაპარაკობს. ძალიან კარგით, მოგიწოდებთ რომ პოლიტიკოსების გამო ერთმანეთს მუდალანძღავთ. დიდი მადლობა, კიდევ ერთ მაყურებელს მოусმინოთ, გამარჯობა. გამარჯობა ბატონო მერაბ. დიახ, გისმენთ. ბატონო მერაბ, თუ გადავხედავ ჩვენ სააკაშვილის ისტორიას, იგი მოგეხსენებათ არის არასანდო პარტნიორი. იგი იყო მოქალაქეთა კავშირში და ორშაბათად გაყიდა მოქალაქეთა კავშირი და ის ვინც ეგ აქცია პრეზიდენტად დაატარდა რეკლამას უკეთებდა შევარდნაძე, მერე როიტყიან გადაუვარა. ეხლა ნაციონალები გადააგდო კიდე როიტყიან მიატოვა და საერთოდ ქმედება, როცა ასეთი პიროვნება მოქალაქეობას თმობს, ეს ხო არ არის რიგითი პიროვნება. ეს არის ელემენტარულად სამშობლოს ღალატი. კარგით. გასაგებია, დიდი მადლობა. კიდევ ერთ მაყურებელს მოусმინოთ, გამარჯობა. გამარჯობა.
დიახ, გისმენ. საიდან მოკავთ ეს ხალხი? ინეგ მაინტერეს ეს ჩვენ არავინ არ მოკავს, ვისაც უნდა ის რეკავს, კაცო. მე სააკაშვილმა დაიჭიო და ყველერები თუ დახიიტვე. ნაწერალე. კარგით, მადლობთ. ცოტა კორექტულად ვისაუბროთ, თუმცა ჩვენი გადაცემა უკვე დასრულდა. თამთა ასათიანი არის ხაზზე, თავის გადაცემის ანონსით, თამთა მოგესალმები. უკაცრავად თამთა არ ყოფილა ხაზზე, როგორც მეუბნებიან, მე მეგონა რომ იყო. მაშასე მე დაგემშვიდობებით, შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ 9 საათზე იქნება თამთას გადაცემა ინტერნეტ კვალიტრა, ხოლო რაც შეეხება გადაცემას რეზიუმე, ის აღარ გავა ყოველ დღე ეთერში. რეზიუმე გახდა ყოველკვირეული გადაცემა, უფრო ფართოდ ფორმატის გადაცემა იქნება, თავისი აუდიტორიით და ასე შემდეგ და ის გავა ყოველ პარასკევს ეთერში 9:00 ნახევარზე, ასე რომ გვიყურეთ და დაელოდეთ რეზიუმეს პარასკევს. მოკლედ ჩართვა კი ყოველ დღე იქნება კვლავ ეთერში. დროებით.